Თქვენ თავადაც იხილეთ სამიტის მიმდინარეობა, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაეროსთან ერთად ესეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისთვის და მოქალაქეებისთვის. ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილები ახალი პროექტებით, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და რა იყო აქ თავარი, რომ საქართველოს მონაწილეობდა ესეთ მაღალ დონის სამიტში და ჩვენ იმას ვიქონიებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით და ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე ეს, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვართ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან სდევს ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, სამშვიდობო და სტაბილური მდგომარეობა და პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, იმიტომ რომ ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან. იცით, რომ შუადერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას და ყველა იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ყველა ამაში ერთხმად თანხმდებით და ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას. მე მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც უკვე აღვნიშნეთ, რომ ის ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც წლებია ჩვენ გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, სავაჭრო კუთხით, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას და ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს ექნება დასასრული და ყაზახეთი და საქართველო მოაწერს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი თუ ორივე ქვეყნის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და ურთიერთ სარგებელზე მოქმედი პროცესები.